მივესალმები მთელ საქართველოს მოსახლეობას ღრმა პატივისცემით და განსაკუთრებით მინდა მოვეფერო ობიექტივის მსმენელს და მაყურებელს, რამდენადაც ისინი ყოველთვის ჩვენი წარმატებული ადამიანები არიან, რომელსაც უყვართ თავიანთი სამშობლო და მე ცირათელოიანს მიმყავს ყოველ ოთხშაბათს ამ დროს პროექტი ჩემი პირადი, რასაც ქვია სამშობლო და ღირსება. მოგეხსენებათ, ეს ძალიან სათუთი პროექტია, რომელსაც უძღვები 4 წელიწადია და ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩემი გადაცემა სრულად წარმოაჩენს სახეს იმ პატრიოტული გრძნობის ხედვას, რომელსაც საქართველო მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ყველა საუკუნის დასაწყისში თითქმის ერთი და იგივე სხვადასხვა მასშტაბის მდგომარეობაში აღმოჩნდება, ძალადობის მსხვერპლი ხდება. მე არ მინდა ფართო რეზონანსით განვიხილო ეს საკითხი, მხოლოდ ერთი მთავარი მინდა ვახსენო, ქალბატონი ლია პაპიაშვილი, რომელიც იგივე ტრაგიკული პენდი განიცადა როგორც ბატონმა ზურაბ მესხმა, რომელსაც დღეს მთელი გადაცემა ეძღვნება მას 75 წლის გახდა წინა ოთხშაბათს ფაქტიურად და ჩვენმა ქალბატონმა ლიამ, რომელიც დღეს საზოგადოებრივი აზრის ასოციაციის დირექტორი ბრძანდება და ძალიან ნიჭიერი და ძალიან კარგი ადამიანია. მაშინ, როდესაც ეს ამბები ხდებოდა, ესე იგი მე მაქვს მხედველობაში 92 წელი, 1992 წელი, 12 აგვისტო. ლიას მეუღლეც აფხაზეთში მოხვდა და ბატონი ზურა მესხი, რომელიც იმ დროისათვის უკვე საკმარისად ჩამოყალიბებული მუსიკოსი იყო და მას უკვე შექმნილი ჰქონდა თავისი ისტორია საქართველოს ტერიტორიაზე და მას იცნობთ როგორც კარგ ადამიანს, ყავდა 4 წლის ვაჟი, რომელიც იგივე დღეს გოგა მესხი ჩვენი სტუმარია და მისი ძმა ბატონი მამუკა მესხი აგერ ჩვენი სტუმარია დღეს და მაშინ მოხდა ის უბედურება, რაც 27 აგვისტოს, არა 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი და აღმოჩნდა ძალიან დიდი ათასობით მსხვერპლი. უთანასწორო ბრძოლაში ორი ძმანი საქართველოს ტერიტორიაზე პროვოცირების შედეგად მოხდა ის დიდი ომი, რაცაც ქვია 93 წლის ომი. ამ ომმა დააზარალა ათასობით ადამიანი, ფაქტიურად ძალიან 10,000-მდე დაჭრილი, 1,000 კიდე უგზო-უკლოდ დაკარგული, 1,000-ია ფაქტიურად, 1,500-მდე ფაქტიურად. ამ ინფორმაციებს გვაწვდიდა ყოველთვის ბატონი ზაზა, როგორც მახსოვს, ზაქარიაშვილი იყო, მე მგონი ასეთი ხო? პაატა ზაქარიაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა, მე ის ინფორმაციებიდან მახსოვს და კი ბატონო. და აქედან გამომდინარე, ქალბატონი ლიას მეუღლეც ასევე ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის ომში და მას დარჩა 2 ბავშვი, 2 გოგონა, გოგა 4 წლის იყო. ქალბატონი ლია თავისი იცით მე იმიტომ ყოველთვის ვაფიქსირებ შინაგანად ადამიანი როგორიცაა, გარეგნობითაც ყოველთვის ის ჩანს, რომ სიტყვა და სიხარული მოაქვს მას საზოგადოებისათვის. მიუხედავად მისი პატარა ასაკისა, რომელმაც ეს ტკივილი იგრძნო, აღმოჩნდა სპეციალური სამსახურები სახელმწიფო სამსახურში, მე კი სახალხო დამცველის აპარატში ესეთი ლამაზი არაჩვეულებრივი გოგონა მოეშურებოდა და ვხედავდი, რომ ეს ახალგაზრდა გოგო ასეთი შეწირული უნდა ყოფილიყო და 2 ბავშვი უნდა გაეზარდა. მას შემდეგ წლები გავიდა. მაშინ ობოლ ბავშვების ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, ძალიან დიდი მასა ჰყავდა, იმიტომ მე მახსოვს იქიდან რამოდენიმე ბავშვებთან ერთად მეც ერთ-ერთი ბავშვის ოპერაციას ახლა ამაზე აღარ მოვყვები, მხოლოდ ერთ მთავარს ვიტყოდი, რომ იქ გაიმართა კინოსახლში ბატონ თარხან მოურავის მეშვეობით, ქალბატონ ერმასი, მთელი აფხაზეთის ომის მოსახლეობა
ჭუბერის ხეობიდანაც მოდიოდა და პლუს იმისა, რასაც ჩვენ ვხედავდით ოჩამჩირეში. გადაკეტილი საზღვრები, ყველაფერი ეს იყო ძალიან დიდი ღალატი. მე არ ვიცი, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, არ არის ეს და არ მივცემ ჩემ თავს ამის უფლებას, იმიტომ მე მინდა რომ ხვალდაზე ძმები შერიგდნენ, სიკეთემ განიხილოს და ყველა გადაცემა, რომელიც საერთოდ ეხება აფხაზეთს, იყო სათუთი მგრძნობიარე და ძალიან პატრიოტული გრძნობით, იმიტომ რომ საქართველო ამის ღირსი არის. ქალბატონმა მაშინ ლიამ შექმნა ეს ინვალიდთა ასოციაციის საბჭო და დიდი რუდუნებით მთელი სახელმწიფო მხარში ედგა, რასაც შეეძლო რესპუბლიკის სამანტყოფოში იყო მათი მოსახლეობის იქ საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა, ოპერაციები ჩატარება და მრავალი. გავიდა წლები სამწუხაროდ სიკეთემ ტკივილი ციცის. ეს ტკივილი თვითონ განიცადა ქალბატონია. ძალიან დიდი ტკივილი, ისევე როგორც ბატონ დათო გადაყვა საქართველოს მაშინდელ მდგომარეობას ქალბატონი ირმაც, ესე იგი სულ ყველა კინოსახში იყო დღეში სამჯერ ჩაცმა, დახურვა, ჭამა, ყველაფერი ეს იყო იმათვის არასოდეს გვიკრძალავს, არასოდეს არ ახსენოთო, მაგრამ უნდა ითქვას, იმიტომ რომ სიკეთემ თურმე გულის ტკენაც იცის, მაგრამ ნახეთ ქალბატონია არ და 16 წლის მერე, 16 წელიწადი შვილის სიკვდილის მერე, მეუღლე ხო გარდაეცვალა, მერე გოგონა, რეჟიმი, მსხვერპლი, ბევრი რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ტკივილს განიცდიდნენ. ყველა ეპოქას თავისი ისტორია აქვს. მე არ ვიტყვი, რომ მარტო იმ რეჟიმის დროს იყო. ყველა ეპოქას აქვს თითოეული ადამიანების საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც განიცდიდნენ ტკივილს. შემდეგ ჩამოაყალიბა ისე ფეხზე გადაწყვიტა, რომ უნდა დადგეს და მაშინ როგორც ვეხმარებოდით მთელი საქართველოს შესაბამისი უწყებები, აღმოვჩდით მე და ქალბატონი ლია ისევ ერთად ღმერთის წყალობით აქ მე ქალბატონი ლია ფორაქიშვილის ადგილზე, სადაც ძალიან გვიყვარდა ეს ადამიანი, ეს კაცი და ძალიან დიდი პატრიოტი კაცი იყო თავის სამშობლოსი და liam შექმნა ეს პროექტი. განცვიფრებული იყო მე წინა 4 შაბათს რომ ვიყავი და დიდი მადლობა რომ ასე ახლოს ჩავიხედე, იცით რა. მე თვითონ უყურებდი აფხაზეთის ომს ორჩამჩირეში და ვიცი ყველაფერი რაც ხდებოდა, რაც როგორც იყო და ბატონ არჩილ გოგელიასთან რომ ჩამოვედი, საშუალებაც არ მქონდა რომ სახში შევსულიყავი, რომ მეისთვის მომეხსენებინა რაც ხდებოდა, რა ტკივილი იყო და რა უბედურებაც სუფევდა იქ. მესხების ოჯახი, ეს ბატონი მამუკა აქ ყოფნა, რატომ მინდა მოსახლეობამ თქვენ უყუროთ ამ პატრიოტულ გადაცემას? როგორ ართმევდა თავს რომ მე ვიგრძენ იმ გადაცემაში ქალბატონულია ჯერ როგორი დარბაზი იყო, როგორი სტუმრები იყვნენ, ყველა თაობა იყო იქ მოყრილი და ეს თქვენი დამსახურება ორივესი პროექტის კულტურის სამინისტროსი, რომელსაც უდიდესი მადლობა, იმიტომ რომ არავის არ გაუკეთებია ასეთი პროექტი, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც მიუძღვენით ჩვენს ბატონ ზურაბ მესხს, მომღერალს, მუსიკოს, რომელიც ისე წავიდა აფხაზეთის ომში, წინა დღეს მეგობრები მოიარა, მაგრამ არავისთან არ თქვა, ისე დატოვა ისე დიდმა პატრიოტმა, დიდმა ქართველმა და გეზი აიღო ასეთი საშიში და დაუნდობელი გზისკენ, საიდანაც დღემდე არ დაბრუნებულა. ამასობაში გაიზარდა ჩვენი შესანიშნავი ახალგაზრდა გოგა მესხი, მე რამდენჯერმე სხვადასხვა ღონისძიებებზე მინახია, სულ ლიას გვერდით და ვერ ხვდებოდი რომ ის გოგა არის, რომელსაც ქალბატონ ნანას პატარა და მე ცალკე მინდა თქვენ დედაზე გოგა ვესაუბრო, რატო იცი, ძალიან თბილი, ძალიან კულტურული, ძალიან
იცით რა ვიგრძენი იმ საღამოზე? აი მაზლი ხო იყო, არა მე ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, ძალიან მიყვარს ფაქიზი, სიფაქიზე პატიოსნება და უყურებდი როგორი მოკრძალებული იყო ის თავის მაზლთან. დღემდე ამ ხელა ბიჭი გვერდზე და თვითონ გოგაც როგორი მოკრძალებულია ბიძასთან ბატონ მამუკასთან იცით რო უყურებდი ამას გული იცით მე ამაყებოდა რომ 21 საუკუნეში კიდევ ხედავდი ასეთ ოჯახურ სიტკბოს ადამიანები კვდებიან, მიდიან, ყველაფერი, მაგრამ ღირებულებები და ღირსებები, რომელსაც უყურებდი ამ ოჯახს როგორ ქონდა შემორჩენილი, ბატონო მამუკა, ეს თქვენი დამსახურება და მადლობთ ამისათვის, რომ თქვენ ესე ვაშკაცურად ედეგით ქალბატონ ნანას და ქალბატონ ნანას მოკრძალებაც ეს ვიგრძენი. მე ხო უყურებ როგორია დღეს ქალთა, არა აქვს მნიშვნელობა ეროვნება, ყველა ერში არის თავზე ცოტა ისეთი ხალხი გასულები, რომ ხანდახან შეგზარდება რომ ქალათ როგორი იბადები და ეს იცით აი ეს მოკრძალების ინსტიტუტი ძალიან ბევრს აძლევს იმიტომ რომ ყოველთვის სამშობლო და ღირსება საიდან მოდის ოჯახიდან მოდის ღირსება თუ აქვს გოგას ეს არის თქვენი ოჯახის დამსახურება სწორი გაზრდის ქალბატონ ნანას და ასეთი ადამიანები სამშობლოს ღირსებასაც ძალიან კარგად უფრთხილდებიან და იციან მე არ მინდა პოლიტიკაში ჩავერიო ამ წუთში მაგრამ ორ სიტყვას ვიტყვი აღარ არის ის დრო, როდესაც დროშებს აფრიალებდნენ და შიმშილობის იმით იმუქრებოდნენ და რაღაცა აექრობას უწევდა, თქვათ მიუღებელ მათთვის მიუღებელ დღევანდელ ხელისუფლებას თუ გუშინდელ ხელისუფლებას. მთავარია რა ღირსებით მოდიხარ, რა ტვინით მოდიხარ, სად ხარ აღზრდილი და ვინ ახარ. აი ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და ის ემოციური დღე, რომელიც წინა ოთხშაბათს იყო, ქალბატონ ლია, ეს იყო იმდენად თქვენი იცით სწორი განზომილება ამ პროექტის, რომ დიახ აუცილებლად უნდა იცოდნენ 34 წლის მერე როგორი იყო ოჯახი და როგორ შეხვდნენ. კი არ გაბოროტებულან. იქ იყო სიმღერაც, იქ იყო გახსენებები ყველაფერი, მაგრამ ეს იყო მისი 75 წლის ბატონ ზურაბის და ამას ყველა სტომარი აღფრთოვანებით სიყვარულით ყველა თაობის ხელოვნები ესწრებოდნენ ამ გადაცემას. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ უთხრა კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის თემის წინ წამოწევას. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ეხლა თქვენის ნებართვით ქალბატონო ლია მე მინდა რომ გადავიდე ბატონ მამუკასთან სიტყვით და გთხოვოთ აი რაც მე ავღნიშნე ბატონო მამუკა ვიცი რომ გაგიძნელდებოდათ ამის გახსენებაც მე ძალიან დეტალურად უსმენდი იმიტომ თქვენს უკან ვიჯექი იმ დარბაზში და ყველა დეტალს ვაფიქსირებდი რომ აი ეს ემოცია რომელიც თქვენ იგრძენით დარბაზიდან ეხლა მე კიდევ ერთხელ მინდა დარბაზის ფლობელს ესე ასეთ ბატონ დატო სალარიძე რომელსაც ბატონ ვახტანგის სამახსოვროთ ესე იგი მისი მამის პატივსაცემად დაარქვა ამ დარბაზს და მე მადლობა მინდა ჩემს ყოფილ უფროს უთხრა იმიტომ მე მას ყოველთვის ვაფასებდი როგორც დიდ ქართველს ისიც მაფასებდა და მასთან ერთად 11 წელიწადი ფაქტიურად ვიყავით 97 წლის მესამე ის იყო ჩემი ბრძანება მესამე ადამიანი პირველი იყო თვითონ მე ქალბატონი მარიკა ბაღდავაძე და მესამე ჩემი იყო აქედან გამომდინარე მინდა რა ვთქვა რომ საქართველოში ღირებულებები აი პოლიტიკით რომ არიან გახსენებული და რაღაცა ღირებულებები სწორედ აი ეს ადამიანები ფლობენ როგორ და რა შინაარსობრივად უნდა ჩატარდეს იქ ან თქვათ შეხვედრები ყველაფერი ისეთი ადამიანებია იქაც შერჩეული როგორი მიღება როგორი გასტუმრება ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბატონო მამუკა თქვენ ეს ტრაგედია გადაიტანეთ ვერავინ ვერ იტყვის რომ ადვილად ისე ლაითად გადაიტანეთ მაგრამ ვიცი რომ ძალიან ეს ქალბატონ ლიასაც აქვს აღნიშნული ხშირად
აი ამ პროექტს როდესაც ის ამზადებდა პროექტში აუცილებლად აისახება ყველა დეტალი რისთვის და რატომ თქვენ გოგა 4 წლის იყო და ულამაზესი ბავშვი დღესაც ვაჟკაცი გიძნელდებოდათ აი ეს ორი ოჯახის თქვენი ოჯახის და პარალელურად თქვენი ძმის ოჯახი იცით რატო ჩვენ ახალგაზრდობამ მოსახლებამ უნდა იცოდეს ოჯახის ღირსების ფუნქცია არასოდეს არ უნდა დაავიწყოს თუ გინდა 6 ძმა ყავდეს მაგრამ ცხოვრება ისეთია რომ მე მიდის ეპოქა ნენელა და ყველაფერი ხდება და ძლავრი უნდა იყო რომ შეგეძოს ამ ოჯახის ღირსების დაცვა მაყურებელს ძალიან დააინტერესებს თქვენი წარსული გთხოვდით მოგესალმებით მივესალმები ამარაჩევრებულ ადამიანს ქალბატონ ლიას მივესალმები გოგას მივესალმები სრულიად საქართველოს ბევრი ადამიანი უყურებს თქვენ გადაცემას და მე მათ შორის ძალიან ხშირად მქონია მაგის საშუალება და რა ვთქვათ ნამდვილად წარმოუდგენელი არაფერი ამ ქვეყანაზე მართალი ის ხელოვანი კაცი იყო და ვერც იმას ვიტყვი რომ რატო წავიდა იმიტომ რომ ეს კაცი 51 წლის ასაკში იყო ზურა როდესაც გადაწყვეტა ომში წასვლა მე არ ვიყავი საქართველოში ვიყავი ახლოს საქართველოში არ ვიყავი და რო გავიგე რომ ჩემმა ბიძაშვილებმა გააცილეს მოულოდნელად ისიც რომ გაიგეს აეროპორტში უკვე ზურა იყო რომ გაიგეს აბათმა და მივიდნენ აეროვокзალზე და ზურას უკვე იარაღი ასხული ქონდა და მიფრინავდა სოხუმში ხო ერთი სიტყვით იმ ჩემმა ბიძაშვილებმა გამაგებინეს რომ ზურა წავიდა ომში რაღაც გარკვეული დროის მერე დაუბრუნდი რაღაც 3-4 თვის მერე და ახალი ჩამოსული ვარ კარებზე ზარია და გადავიხედე და საკუთარი სახლი მქონდა მაშინ და ბალკონ აივანზე გავედი და გადავიხედე ზურა ჩამოვიდა რაღაც თვეების სასული იყო ხო და ჩამოვიდა და ვიძახის მამუ ჩამოდი და ჩავედი ახლა დილა უთენია რა მოძრაობაც არ არის კადელაკზე ჩავედი და გადავეხვი გადავგოსე მეთქი რა გინდო და რაზე წახვედი შენი საქმე გახელოვანი კაცი ახლა მაგაზე არ ვილაპარაკებ მაგარი რაღაცა წამოვიღეო ახლა წამოვედიო იყო მოსული მაშინ ნივით და ეს ნივა გახსნა და ავსე იყო იარაღით რა იარაღზე იყო ჩამოსული რომ წაეღო და ამოიღო რაღაცა ფუთა იცით რა თავარი რა არის იცით ბატონო მამუკა მე მინდა იცით ეს როგორ კი მაგრამ აი თქვენ რძალთან აი ობოლ ფაქტიოდ თორე იგრძენთ რომ გოგას მამა არ ჩანს აი ის მომენტი მინდა რომ ეს ვიცი ეს ყველაფერი თქვენ თქვით და იყო მაგრამ აი სწორედ ღირებულებები არა ღირებულებები იცით თქვენ როგორ გაუძეხით აი ამ ტკივილს ოჯახში ნუ ახლა ძირითადად ნანა და გოგა მარტო არ იყვნენ დედაჩემი იყო ქალბატონ ლია ახსენებს ხოლმე ხშირად დედაჩემს თქვია დიდი როლი ითამაშა ნანასთან ერთად რა თქმა უნდა და ორივე ერთად იყვნენ და მე ახლა ქონდა იმის საშუალება რომ ღმერთის ნებით ეთქობა ყველაფერი რომ შემეძლო რა თქმა უნდა ჩემი ძმისშვილის და ჩემი რძლის და დედაჩემის პატივისცემა და მაქსიმალური და თქვენ ამისათვის წახვედით აფხაზეთის დევნილთა ეს მერე მოხდა ის 3 წელიწადი სადაც ეძებდით ძმის კვარს 27 სექტემბერს რო აღარ დაბრუნდა ზურა იმ დღესვე დავიწყე უკვე ძებნა და ჩავედი პირველი ჩასვლა მაშინ ჩასვლაც ძნელი იყო ქუჩებს ესე იგი რაიონებში რომ მივდიოდი მამაო მყავდა მეგობარი მამა ჩემ ისე ღელა და განვიცდი რომ ჩემი მეგობარი იყო საწყალი კარტა იცვალა
ხო და ეს დამყვებოდა მანქანით მიმყავდა ხოლმე გამახსენდება ახლა დიახ გამახსენდება მარტო არ შეიძლება წავს ან მანქანას აგართმევდა რაღაცა და მამა ჩავისვავდი და მივდიოდით დასავლეთში რა და შედიოდით მაშინ აფხაზეთში თუ არა ვერ შედიოდით აფხაზეთში არა ენგურის ხიდთან ხდებოდა ყველაფერი რა ისინი გადმოვიდნენ ეს უკვე ტყვეთაგაცის კომისიაში რო დავიწყე დიახ მუშაობა ბატონ პატა ზაქარიაშვილი იყო მაშინ თავმჯდომარე და მეც რა თქმა უნდა ჩავერთვე და აქ თავარი მომენტია როდესაც 10-ჯერ 20-ჯერ ჩადიხარ და არ არის საშუალება რომ რაიმე ინფორმაცია მიიღო მე უკვე რაღაცა გული იმაშობა რა გებზარება და ინფორმაცია ესე საბუთებით ალბათ უგზო-უგზო დაკალკულაციაში აღმოჩნდა ბატონი ზოგადად ესეთნაირად და 1500 კაცში ჩვენ მაშინ ხვდებოდით მშობლები ვიკრიბებოდით მოდიოდნენ მშობლები და კარგულების უგზო-უგზო დაკალკულების მშობლები მოდიოდნენ და დიდი დარბაზი პავლოვზე ტრანსპორტის სამინისტროს დარბაზში ვიკრიბებოდით და ყოველ კვირაში ერთხელ მოდიოდნენ და ვინ რა ინფორმაციას მოიტანდა ვინმეს თუ შეიძლება და ბევრი რაღაც ისეთი მომენტებიც იყო რომ გვეუბნებოდნენ ზურა იქნახე ამ იმაზე ვიყავით მე დაყრდნობილი რაღაც ტყარჩელში ვნახეთ ბოლოს იმაში არ მართლდებოდა ეს ყველაფერი რაღაცა იმედს გაძლევდნენ თუ რაღაცა აი ხდებოდა რა და ფაქტიურად ზურა ვეღარ ვნახეთ და დაიკარგა ფაქტიურად ეს წლები მაინც მოლოდინში იყავი და რაღაცა ისეთ საოცრებაში იყავი და ამისათვის არის რომ თქვენ სულ ღელავ და მე იქაც ვიგრძენი ეს თქვენი მაგრამ თანადგომა თვითონ იმ დარბაზიდან ჩანდა ბატონო მამუკა იქ 90% ამ პროექტის მიმართს ეხლა 75 წელი რომ შეუსრულდება და მე ასეთი კითხვით გადავალ გოგასთან აი 4 წლის ბავშვი დარჩა და მე მახსოვს ის არქანიას ბავშვი და კიდე სხვა ბავშვები რომლებიც ფაქტიურად მოხდნენ მამა ფარნავაზი გამახსენდა ახლა ნერვიულობ და არა უშავს ეხლა კიდე გადმოვალ თქვენთან გოგა აი როდესაც იზრდებოდი და ქალბატონი ლია ამ ღონისძიებებს მახსოვს ეს ყველაფერი და შენ იზრდებოდი ძალიან დიდ სითბოში ძალიან კარგი დედის ხელში მე აქედან მინდა მოვეფერო ქალბატონ ნანას იმიტომ რომ არ ისავქენთ რომ მოკლე პატარა ის თვითონაც ღელავს ხოლმე და განიცდის ახალგაზრდა ქალი შეწირული ფაქტიურად ოჯახ შეწირული მადლობა ამისათვის როგორ ფიქრობ აი ხა რომ გადახედე და ჩაიხედე გოგა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ხარ ბევრჯერ მინახი ხარ სხვადასხვა ღონისძიებებზე და აფერում რომ აი ესე მამის კვალი გამჩნევია ნიჭიერი ხარ და მუსიკის ნიჭი გაქვთ ასევე ბატონ მამუკას ოჯახური ეს თქვენი მუსიკალური განათლება და ვერავინ არ წაართმევს ის რაც თქვენია გენეტიკური თქვენ მოგდებთ ეს მუსიკის სიყვარული და ეს აქტოვანება იმ დღეს დარბაზში ჩანდა აი რო იზრდებოდი რას გრძნობდი გეამაყებოდა აი როდესაც იგრძენი პირველი ნაწარმოებები წაიკითხე მაშინ აფხაზეთში იწერებოდა ბავშვთა ჟურნალებში რაღაც ლექსებს ასწავლიდნენ და აი ამ თქვენ სანამ იზრდებოდით როცა გაიზარდა ჩამოყალიბდი დარწმუნდი იმაში რომ ორივე მხარე ტრაგიკულია აფხაზეთიც და საქართველოც დღემდე მაგაზრზე ვარ მადლობა ვიქნებ თქვენი აზრი. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩემთვის ახლა ნუ მამას ეხება და როგორ შეიძლება ესე უემოციოდ ვისაუბრო, მაგრამ თქვენ მართალი ბრძანეთ, უნდა შერიგდეს ეს ორი ძმა. დიახ. კარგად ბრძანეთ, იმიტომ რომ არაფერ არ შეიძლება, ნუ პარალელი რო გავალო იგივე ხდება ეხა მე პოლიტიკიდან შორს ვარ მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის ნუ ფაქტიურად იგივეა ძმათა ომია და რა თქმა უნდა შეურიგდეთ უნდა დაესვას წერტილი და დიდი იმედი მაქვს რომ მივალთ ამ გადაწყვეტილებამდე მალე მივალთ ამ გადაწყვეტილებამდე იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება
ერთნი ვართ ჩვენ და ამიტომ რაც მოხდა. ადრეც მოხდა და სამწუხაროდ ალბათ მომავალშიც მოხდება, მაგრამ ნუ დაესვას წერტილი მე ესე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, იცით მე მიხარია რა მხრივ, იცით, მე სამშობლო ერის დაკარგული შვილი ვარ. დიახ. და ვიცი ეს სამშობლოს დაკარგვა რას ნიშნავს. მაგრამ სამშობლოს სიყვარული და მისი ღირსების დაცვა სწორედ თქვენაირ ადამიანებს შეუძლია. იმას კი არა, ვისაც არ გამოუცდია რა არის ეს ტკივილი, ემოცია. იმას, ვინც დაკარგა მამა, ძმა, დედა, დასახი ჩრდა და ანალიზი გააკეთა, რატომ ერთ ქვეყანაში, ერთ მიწაზე ორი ძმანი ცხოვრობდნენ. შეხმატკილებულები უნივერსიტეტი გაუხსნეს, ენა შეუნარჩუნეს აფხაზი, ყველაფერს აკეთებდა საქართველოს და ქართველი ერი ამ კუთხისათვის და პროვოცირებას ოცაკვება პოლიტიკის დარგის წარმომადგენლები, ესე იგი საჭიროა ღრმა დიპლომატია. აი ყველაზე ძალიან კარგად ბატონ მამუკა მე ხლა თქვენ მადლობა იმისათვის რომ თქვენ თქვით რომ იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანები ბოროტდებიან პატარა რაღაცისთვის რომ ვერ აღწევენ აი ეს არ ვიცი ოპოზიცია რა დავარქვა მე ამას ვერ ვარქმევ იმიტომ რომ ვარქმევ მხოლოდ დიპლომატიური ნიჭის გამორჩეულ ადამიანებს იმიტომ რომ სამშობლოს გემეტება მხოლოდ ასეთი ადამიანებისათვის რომელიც სამართალს კანონს წინა პლანზე აყენებს, იმიტომ კანონი ემორჩილება ყველა მოქალაქე. კანონს ემორჩილება კონსტიტუცია საქართველოსი. ამის უგულვეყოფა და ამის დანაყოფებით და ამისი წარმავლობით სპეკულაცია ეს არის ძალიან ცუდის მომტანი და როდესაც მცოდნია ადამიანი და მას ტკივილი აქვს ნაღზობი, როგორც გოგვა მე ხლა ახსენა, დიახ უნდა შერიგდნენ. ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გააკეთებს, რომ შენი სამშობლო გადარჩეს იმ ტკივილს და არ გაბოროტდე, არა, კიდე ბევრი ობოლი რა თქინდა რომ ყავდეს და საერთოდ სამშობლო რო დაგეკარგოს რა თქინდა ეს, იმიტომ რომ დიდერებს დაუკარგია და ქართველი ერის დიპლომატია 21 საუკუნეში ჯერ მარტო მართლმადიდებულ ეკლესიამ დაანახა მთელ მსოფლიოს სულ ახლახან ჩვენ დავასაფლავეთ ილია მეორე მისი უნეტარესი და მისი უმაღლესი რანგის ადამიანი რომელმაც მთელი საქართველოს ფეხზე დააყენა რომ არ გიყვარდეს ესე არ დატოვებ მე დავტოვებდი და წამოვედი იცის ლია მე წასული ვიყავი შვილებთან მაგრამ რო დავინახე რომ ჩემი ქვეყნის პატრიარქი სამონტყოფოში მოხვდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ყველაზე ძალიან იცი რა მიხაროდა ჩვენი პატრიარქი იმ დღეებში დააწვინეს 21-ში და 23-ში გარდაიცვალა. მე მზის თაყვანის მცემელი ვარ. იეზიდი მზის თაყვანის იეზიდი ქართველი, რომელმაც საქართველოს პატრიარქმა ამ დღეებში დახუჭა თვალი. მე არ მქონდა უფლება რო არ ჩამოვსულიყავი და რომ არ გამეცილებინა პატრიარქი. იმიტომ რომ აფხაზეთის ომი ყველაფერი დაკავშირებული იყო რამდენჯერმე შეხვედრა მქონდა და ამ სიყვარულს როცა ვხედავდი უყინდა რომ უყურებდი რა ხდებოდა თბილისში ეს არც ერთ ეს აღნიშნა ძალიან დიდი მადლობა ამასინათ მე არ მქონდა ის გაზეთი ლიტერატურის საქართველოს სპეც გამოშვება იყო რომელიც წინა სტუმრებმა მომიტანეს და მაჩუქეს ყველაფერი აღწერილი იყო, ყველაფერი ვინ ჩამოვიდა, ვინ და იგრძნობოდა რამხელა დიპლომატია ამ წერილებში. საქართველოს კავკასიაში დღეს ისეთ აღმავალ გზაზე დგას, რომელსაც ეს კი არ სჭირდება, რომ იცი რა სიტყვის გარე სამყარო რაღაცა არა. შიგნით არიან კაცები ისეთები როგორიც ბიძა იცით რატო ბიძამ შეძლო თქვენი ოჯახის ღირსების დაცვა ისე რომ იმ დარბას ემჩნეოდა მე მიკვირდა ხოლმე
თქვენთან ყველა რომ მოდიოდა ვიცახი ამ კაცს როგორ იცნობს ყველა მეთქი და მიხაროდა იცით გოგასაც რო ყველა იცნობდა ეს ხო თქვენი ღირებულებებია ბევრია ასე მეც ვიცი მაშინდელი ოჯახები მაგრამ ჩაქრნენ ის ოჯახები არ ჩანან რაღაცნაირად ეპოქა ისე დაემორჩილნენ ამ ტკივილიან ეპოქას არ ვიცი როგორ რანაირად მაგრამ არ ჩანან მაგრამ თქვენ გამოაჩინეთ იმხელა 400-300 კაცი იყო იმხელა დარბაზში ფეხზე დგომით ხო კიდე რომ ვერ კი ესე იგი პირველი ღირსება თქვენი ოჯახიდან გამოდიოდა ნენელა ეს საქართველოდან და ჩანს ამას უყურებს ხალხო და ეს არის ძლიერი როდესაც ბატონ მამუკას ამისი ოჯახი კიდე რამდენი მონათესავე რამდენი მესხები იცით თქვენ ახლა ეს დიდი გვარია და არ არის ისეთი დღეს კი არა დღეს რომ მოვიდა აქაც დახვდა ერთი მესხის ოჯახის წევრი ხო და აქედან გამომდინარე მაშინ უნდა ვადღეგრძელოთ ეს ქვეყანა ძლიერი იყოს და ბატონო მამუკა მე მიდი ახლა გააგრძელოთ როგორ შეძელით ამდენი მეგობრის აი იცით რა შეკოწიწებ რომ ყველა მოდიოდა და თქვენ ეს ყველაფერი სიმღერითაც დაამტკიცეთ რომ თქვენ ხართ ზურაბის ძმა რა თქმა უნდა ახლა მათ პროცენტულად ზურას მეგობრები ძალიან ბევრი იყო და ბევრი ვერ მოვიდა მაგალითად გული დაწყდა ძალიან ლონგი ჭელიძეს რომელიც დღეს ცოტა ფიზიკურად ვერ არის კარგად და ვერ მოვიდა და რა თქვი? ნუგზარი ერგემლიძე. ნუგზარი ერგემლიძე და ძალიან ბევრი მეგობრები ვერ მოვიდნენ ზურა კობეშავიძე ეს არის ვერ მოვიდნენ იმიტომ რომ დაემთხვა ბათუმში კონცერტი ბაკურიანში კონცერტი და ხელოვანი ხალხი ძირითადად მართლა ბევრი ვერ მოვიდა და რაც შეეხება ახლა იმ ადამიანებს რომლებიც მათ იყვნენ ქალბატონ ლიას დამსახურებაცაა იმიტომ რომ ქალბატონ ლიას მეგობრები იყვნენ ძალიან ბევრი და დავხოცეთ ერთმანეთი მედალია სიყვარულში რაჭიმა უნდა ამას ხედავდი ხო იქ ცლის დაგვაშოლეს ერთმანეთი ძალიან დიდი როლი რასაც იმ კონცერტში ითამაშა ეს ქალბატონ ლიას ეს დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო და ლია ჩვენი ოჯახის წევრია და ანას უახლოეს მეგობარია და დედაჩემიც რო ცოცხალი იყო შემოვეული ხონებული ნათელა ლიას ძალიან უყვარდა და ხშირად მოდიოდა და მერე ახლა ეს დააგროვდა ეს ემოცია ეს გოგას წარმატებები ძირთადად ახლა როდესაც ოჯახი ფესზე დგას და შვილი წარმატებულია და გინდა რა ეს რაც ჩაუყარა ძალიან კარგები ხართ ძალიან საფუძველი გოგას წარმატება თქვენი ეს მორიდებული მადლობის გრძნობიარება იმ ქალის მიმართ რომელსაც თქვენზე დიდი ტრაგედია აქვს გადატანა რა თქმა უნდა რა თქმა პირადად თქვენზე დიდი ტრაგედია და თქვენ თემა საქართველოს მიცოდა და სწორედაც ბავშვები როდესაც პატარები იყვნენ ჩემი გოგონა და ლიას გოგონები ერთად იყო და ერთად იზრდებოდნენ ფაქტიურად მე ლექსები ახლა სახში მაქვს აჩუქარი იყო ფაქტიურად პატარა როცა იყო ჩაკში როცა დადიოდნენ ბავშვები და ყველაფერს აკეთებდა აი მე იცით რა მახსოვს ერთი კიდე უნდა ჩავრთო ჩემი თარხან მოურავი არ შეიძლება კინოსახში ბატონი დავითი ვენაცვალე მაგას როგორც ქართველ კაცს ეთყოდა ხოლმე თონის პურები არ სხვა პური არ მისცემ თონის პურები და სამსამი ეს ისეთი პერიოდია როდესაც ჭუბერიდან ჩამოვიდა და წინაპართა სამადლობელი სიტყვა და ეს ყველაფერი საფხაზეთის სითბო და ტალღა გადაიარა ამ კაცის და ქალბატონი ერმაკა საერთოდ ჩვენი აი ელდარ შენგელაიას არ გამოვიწყდება და აი ეს ბირთვი რომელიც კინოსახში იყო მე არ ვიცი ეს თვალითა მაქვს ნანახი ასეთ გულის იცით რა სიხარულს და აი შთაბეჭდილებებს რამხელა გულის ტკენები მოყვა მერე და მერე რა თქმა უნდა პირველი ქალბატონ ლიას აი რაც თქვი რატო რისთვის რატომ ეს ქალბატონი ყოველთვის ცდილობდა რომ ეს ბავშვები ჩაეხუტა გაეზარდა რაღაცა და ჩვენ
აფხაზეთიდან ძალიან ბევრი ბავშვი მახსოვს მარჯანიშვილის თეატრში ხო გახსოვს როდესაც ყველაფერს დათოსალარიცე მეუნე მეტყოდა ხოლმე ქალბატონცირა რა ენერგია ღამის 12 საათიც რომ ყოფილიყო ამ ბავშვებისათვის და ლია მიცის არც ერთი კაბინეტი არ დამიკაკუნებია არქანია რომ გავიყვანენ რუსეთში და მისი ოპერაციას იქ ვესწრებოდი სამწუხაროდ და სავალალოდ 22 წლის ბავშვი იყო 9 წლის და როდესაც გამოვიდა იქიდან დედა დამიძახა გადამრია ბავშვი მოდიოდა უკვე ნარკოზიდან გამოვიდა და დედა რო დამიძახა გადამრია იმ ბავშვმა მაშინ და იმის მერე სულ ყვებოდი ხოლმე ქალბატონ ნათელას იმას მეუღლეც დაეკარგა იქ და გარდაეცვალა ქალბატონულია თქვენ აი ამ ყველაფერს ახლა გოგა ძალიან მორიდებულად ზის ვაძლევ შეკითხვის მაგრამ გრძნობრო კი განიცდის მაგრამ არც უნდა რომ ზედმეტად ამ პასუხებს გასცეს მაგრამ აი რა გახსოვს მაინც შენი ბავშვობიდან აი ყველაფერი ამ ღონისძიებებიდან გოგა ყველაზე მთავარი გაიხსენე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, უდარდელი ბავშვობა მქონდა და ჩემი ოჯახის დამსახურება, პიცა ჩემის დამსახურება. ლიასიც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წეგან გამახსენდა დაახლოებით 100-150 ბავშვი შეიძლება მეტიც სეზონზე ზამთარ-ზაფხულ აიყო პასუხისმგებლობა და წაიყვანო დასასვენებლად და აჭამო ასვა და გაუფრთხილდა როგორც საკუთარ შვილს ძალიან დიდი საქმეა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რაც არ უნდა მხარდაჭერა გქონდეს კი თუნდაც სახელმწიფოდან გქონდეს მხარდაჭერა ამას ყველა ვერ იზამს და ლია დიდი მადლობა არასდროს არ მithქონ შენთვის ესე მასშტაბურად შენთვის მე მადლობა უკვე გადახდილი გოგა ჩემთვის იმიტომ რომ შენ ხარ აი კონცერტზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას ძალიან უნერვიულობდი უბრალოდ ვერ ვჩერდებოდი რა არ ვიცი ხა ეგ როგორ უნდა თქვა სად არ მიმღერია დიცენაზე პატარაზე ქალაქგარეთ ქვეყნის გარეთ მაგრამ ნუ ეხა მამას ეხებოდა და ძალიან სანერვიულო იყო მაგრამ როდესაც სცენაზე გამოვედი და ვნახე რომ ამდენი ხალხია ანუ რამდენ ხალხს ყვარებია მამა და იმ ხელა სითბო და სიყვარული მივიღე პირველივე წუთებიდან რომ საერთოდ მეც იქ რო აღარ ყოფილიყავი მაინც ძალიან თბილი საღამო გამოვიზარდა და მადლობა კულტურის სამინისტროს და შემოქმედებით საქართველოს ამ შესაძლებლობისთვის ძალიან კარგი ეხლა მართალია შეიძლება ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა მაგრამ მაინც რო ჩვენი სტუდია და ჩვენი მაყურებელი ახსავსე იყოს იმ მუსიკალური სითბოთი იქნებ თქვენთან გადმოვიდე და თქვენ შეძლოთ პატარა მაინც მუსიკალური სითბოთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქ და ის პროექტი არის რაც მთავარია ქალბატონცირა აი ეს პროექტი არის უმნიშვნელოვანესი რომელიც ესე იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის საიუბილეო საღამო შედგა ჩვენ ყველას გვახსოვს 1990-იანი წლები რომელიც იყო უმძიმესი წლები და დატრია ქარიშხალის და საშინელი ვორბალი დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში. ზუსტად აი ამ დროს ზურამ, ჩვენმა გმირმა აიღო იარაღი და წავიდა აღუდგა, მტერს აღუდგა ჩვენი ქვეყნის დასაცავად. მტერი, რომელიც ესე იგი მტერს რომელსაც უნდოდა მიტაცება აფხაზეთის სამაჩაბლოსი. და აი ამ დროს ზუსტად ზურაც და ჩემი მეუღლეც და ბევრი ბიჭი ზუსტად შეეწირა აი ამ არეულობას და შეიმოსა ჩვენი ქვეყანა შავ ძაძებში. დარჩნენ ატირებული ბავშვები, მათ შორის ჩემი პატარა გოგა და ჩემი შვილებიც და ბევრი აი ესეთი ადამიანები, ეს ოჯახები, გმირების ოჯახები. დიახ და
იცით მნიშვნელოვანი იყო კიდევ გავდა დიდი მადლობა აქვე მინდა უთხრა კულტურის სამინისტროს მინისტრს კერძოდ ქალბატონ თიკა რუხაძეს და შემოქმედებით საქართველოს რომ ეს პროექტი დააფინანსეს ეს იყო ზურა მესხის საიუბილეო საღამო რომელიც ხელოვანი ბიჭი მართლა ისეთი ალალი ბიჭი წავიდა რომელსაც იარაღი არ ჭერია და ისე რა ქვია კლავიშების მეტი და ასეთი მუსიკის მეტი არაფერი არ იცოდა აიღო იმდენად ანთებული გულით და იმდენად შეეწირა ამ ქვეყანას ამათებული გულით და აი ამ დარბაზში და აი ამ მუსიკალურზე იყო დიხა მამუკასთან საუბარი და ასევე ვიტყვი რომ იმ პერიოდში დარჩნენ ეს ატირებული ბავშვები, ატირებული დედები, ჩემი ქალბატონი ნათელა ზუსტად ზურა მესხის დედა, ძმები, დები, აგერ ჩემი მამუკა მაგალითი არის და ის მაგალითია კაცობის მაგალითი და ღირსების მაგალითი რომ როგორ დაუდგა ჩემს გოგას, ჩემს დანას ოჯახს გვერდში და დღეს წარმატებულია ჩემი გოგა. დიდი მადლობა პირიქით მამუკა მე მინდა თქვენ გითხრათ. დიდი მადლობა მინდა ჩემ გოგას უთხრა კიდევ პირიქით იქეთ რომ აი ესეთი ადამიანი დადგა და მნიშვნელოვანი იყო აი ამ დარბაზში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რა თქმა უნდა ზურას მეგობრები, გოგას მეგობრები, მამუკას მეგობრები იყვნენ და მუსიკალური ეს ძალიან კარგი ნომრები იყო და ამავდროულად იმ დარბაზში იჯდნენ ზუსტად აფხაზეთის სამინისტრიც დიახ მთავრობა დიახ დავით ბაცა კი ბატონო დავით ბაცაცია აფხაზეთის მთავრობა იჯდა ამავდროულად იჯდნენ ვეტერანები აფხაზეთიდან ჩამოსული ხალხი ოსები სამაჩაბლოდან რაც მთავარია და იმ დარბაზში იყვნენ კიდევ ოსები და აი ეს არის უდიდესი რა თქმა უნდა დამსახურება და ყველაფერი ჩემი მამუკას, ჩემი გოგასი, რომ ეს ადამიანები მზად არიან, რომ მიიღონ ეს ხალხი და იყოს შემრიგებლობა და არ იყოს სიძულვილის ენით საუბარი. აი ეს და დიდი მადლობა თქვენ ამ ყველაფერს. ალბათონოლია თქვენის ნებართვით მე კიდე ჩავერთვები სხვათა შორის ბევრ ღონისძიებაზე ყოფილვარ იცი თქვენ და საერთაშორისო მაგრამ დავით ბაცაციამ ცრემლები რო ვერ შეიკავა 2 მეტრიან კაცმა და მან პირდაპირ იქ ზემოთ ტრიბუნასთან ცრემლებს რო იწმინდავდა და მამას რო უყურებდა რო 10 წლის ვიყავი რო ჩამომიყვანაო აი ეს იყო ისეთი დიპლომატია საქართველოში იმიტომ ეს ფირი აფხაზეთშიც უნდა ჩავიდეს იმიტომ უნდა იცოდნენ მათ ჩვენ ყავდა იქ რამოდენიმე აფხაზეთის აუცილებლად ეს იცით რატო აუცილებლად ძმას ხო იცით რა მედიატორის ფუნქციას ვასრულებდი სახალხო დამცველის აპარატში და სულ უფრო ნათესავები ეჩხუბებოდნენ ხოლმე ერთი მეორეს რაღაც მეტრო მიწისგდა ჩავდიოდი ხოლმე და მედიატორით ვარიგებდი ამ ხალხს სასამართლოებზე და იმაზე უბიძგებდნენ მე ყოველთვის მედიატორის ფუნქციას ვასრულებდი და აქედან გამომდინარე გოგამ კარგად თქვა აი გოგა რომელიც 4 წლისა დარჩა სმენელს მინდა თხოვო ყურადღებით ნახეთ სად არის დიპლომატია არ გაბოროტებულა ის ამბობს რომ ჩვენ უნდა შევრიგ ჩვენ ძმები ვართ და ამ ძმობას ყველამ უნდა შეუწყოთ ხელი და ეხლა მინდა 1-2 სიტყვა აი რო თქვი რომ აი ეს თქვენი ნიჭი ბატონო მამუკა არ უნდა ამას მუსიკა თქვენ შეგიძლიათ ეს ჩვენ ობიექტის პირველი სტუმრები ეგეთი რაღაცა ადვილად ძნელია ახლა გოგა აგერ პროფესიონალია და გოგა ხო სიმღერა ეხლა რო ჩამოვთვალეთ ადამიანები რომლებიც მომზადდნენ ვატიკანის ელჩიც იყო ჩვენთან მოწვეული ბატონმა ზურა ხუნტუა მოიწვია და გაოცებული იყო და რაღაც ძალიან აღწევანებული დარჩა ჩვენ კიდე ბევრ ღონისძიებებს გავაკეთებთ მამუკა და გოგა ხო და სიმღერა საქართველოს კეთილდღეობისთვის როგორ უნდა ვიღეროთ ახლა ძალიან ერთი პატარა სიტყვით მიუძღვენი თობიების წინააღმდეგობის მოძრაობის აქედან დაიწყო ვიყავი მოწვეული შორენა ჩვენმა ჩვეულებრივი მარცალმა მოგვიწვია და მე და გეგე ვიყავით მახსოვს და რაღაცა ვიმღერეთ მაგრამ გოგასთან ახლა ეს პროფესიონალია გეგესთან შეუძლია გოგასთან თქვენ მარტო იმღერეთ გოგას გარეშე იყო რომ თქვენ გაძლევთ ახლა ასპარეზს პატარა ისეთ სულ
ძალიან არა პატარა. გვაქვს მომზადებული და მეორე შეხვედრაზე მოვალ მომზადილი. კარგით, მაშინ აკაპელა ძნელია. ძალიან კარგია რომ თქვენ ესე იგი არ შეგვიწყო ხელი, იმიტომ მდგომარეობაც ისეთია რომ ეხლა ის უნდა თქვენ უფრო ფეხზე დგომით როგორც ჩანს უფრო გეადვილდებათ და განიცდით ამ ყველაფერს. ხვალინდელი დღის საპატივცემულოდ მე მინდა გოგა ბოლო სიტყვა აი თქვენ მოგანიჭოთ რა იცით რა შეგიძლია რომ აი ამ ახალგაზრდულ ტალღას რომ შენი ხაზით როგორც აი ეს 75 წელი შეუსრულდა თქვენ მამას წინაკვირას და ეს საიუბილეო თარიღი ყველა იქ დაღუპულ იქაც არიან დაღუპული ადამიანები და მათი შვილები რა თქმა უნდა აი ხომ ხედავთ მე რას გაწვდი აფხაზმა დედებმა და აფხაზმა შვილებმაც რა თქმა უნდა დაკარგეს მამა ავი ძმა ასე შემდეგ მათაც დიდი ტკივილი აქვს და რა თქმა უნდა ჩვენ რასაც გამოვიცდით ანალოგიურად შვილის დაკარგვა ახლა უმძიმესი თემა ახლა როგორ შეიძლება სხვისი შვილის დაკარგვა მარტივად ჩათვალო. ამიტომ რა ვიცი მე მოგიწოდებთ რომ უბრალოდ ერთმანეთი გვიყვარდეს. უბრალოდ დავაფასოთ ჩვენი ქვეყანა, გავერთიანდეთ ძმობის ხელი გავუწოდოთ ისევ ერთმანეთს, როგორც ადრე და მე ვფიქრობ რომ ორივე მხრიდან ცოტა ძლიერი კაცების დასალაგებელია ეს თემა და ძლიერი კაცის ხელი უნდა ტრიალებდეს, რასაც ქვია ქრისტიანული ქართული წესი და მღელვარება იცი და შინაგანი რომ მე უსურვებდი საქართველოს გამთლიანებას ხელი შეეწყობილიყო ისეთი ძლიერი ადამიანები და ისეთი პროექტებით, სადაც ახლა მე ლიას უკვე ჩავაწვეთე იქაც არიან შვილი დაკარგული ოჯახები, მამა დაკარგული ოჯახები და გაერთიანება და სხვადასხვა შეხვედრები. იქნება სხვა განზომილება, ინვალიდების შეხვედრები და ყველაფერი. ეს უკვე დამთავრდა გადაცემა და მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ჩემს სტუმრებს დღეს თქვენი აქ ყოფნისათვის. მიხარია რომ თუნდაც პირველი წუთიდანაც ვიყავი მე გითხარით აფხაზეთში და ყოველთვის გამეხარდება საქართველოს გამთლიანება და უსურვებ ყველა საქართველოს მაცხოვრებელს. ყოველთვის იცხოვრეთ ქართული ენისა და მისი ფესვების სიყვარულით, იმიტომ მაშინ გაძლიერდებით ყველაზე მაგრად. ნახვამდის დიდი მადლობა. მიყვარდეს ერთმანეთი რა თქმა უნდა. მიყვარდეს ერთმანეთი.